საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოში 2024 წელს მსხვილი 6 პროექტი განხორციელდა ამ დროისთვის. ქვეყნის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 367 კილომეტრი მაგისტრალური გზით და სამუშაოები გრძელდება 82 კილომეტრიან მონაკვეთზე. უფრო კონკრეტულად რა სამუშაოები შესრულდა 2024 წელს და რა გეგმებია 2025 წლისთვის სტუმართან საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან გიორგი წერეთელთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გაიცემა სტუმრობისთვის. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უწყება ხართ, რომელმაც საქართველოს ეკონომიკა ძალიან დიდი შესაძლებლობები უნდა გაუხსნას, როდესაც განსაკუთრებით შუადერეფნის პერსპექტივაზე გვაქვს ხოლმე საუბარი ამ მიმართულებით. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გამართულ და ხარისხიან გზას. 2024 წლით დავიწყოთ, როგორ მე ვახსენე, რამდენი კილომეტრის მონაკვეთის გზა უკვე დაგებული, რამდენად ხარისხიანად დაიგო ეს გზა, ამით დავიწყებ და მე უკვე მივყვეთ თანმიმდევრულად რა მოლოდინები და უნდა გქონდეს საზოგადოებას 2025 წელთან მიმართებაში. მოგესალმებით, ვესალმებით თქვენს ტელემაყურებელს, მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. რაც შეეხება 2024 წელს, 2024 წელი ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის. ისევე როგორც ბიუჯეტის შესრულების თვალსაზრისით, ასევე გაკეთებული საქმეების თვალსაზრისით. მთლიანობაში ჩვენ რეკორდულად, როგორც ბიუჯეტის შესრულების თვალსაზრისით, 1.933 მილიონი ჰქონდა დამტკიცებული ბიუჯეტი 2024 წელს და 2.160 მილიონი შევასრულეთ დაახლოებით 110%-ით გადავაჭერვეთ დამტკიცებულ ბიუჯეტს. რაც შეეხება თვითონ სამუშაოების დასრულებას 88 კილომეტრი მაგისტრალური გზა გავხსენით ჩვენ 2024 წელს საქართველოს მასშტაბით და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები დავასრულეთ და გავხსენით. ეს არის შემიძლია ვთქვა კახეთის მაგისტრალური გზა, პირველი თბილისის საგარეჯოს მონაკვეთი 35 კილომეტრიანი მონაკვეთი, ბაკუციხე წნორის 18 კილომეტრიანი მონაკვეთი, ბათუმის შემოვლითის 14 კილომეტრიანი მონაკვეთი და რიკოთის 21 კილომეტრიანი მონაკვეთი. რაც შეეხება ხარისხზე შესაბამის ზედამხედველობას უწევს საერთაშორისო საზედამხედველო ორგანიზაციები ყველა ამ სამუშაოებს და როგორც ხარისხის ასევე შესრულებული სამუშაოს მოცულობების თვალსაზრისით აღნიშნული საზედამხედველო კომპანიები არიან ასე ვთქვათ პასუხისმგებელი და ასრულებენ პირნათლად და მინდა დაგაწმუნდოთ თქვენს და საზოგადოებას, რომ საქართველოში ნამდვილად ხარისხიანი და უსაფრთხო გზების შემდეგ. კი ბატონო, თუმცა რიკოთის საავტომობილო გზაზე გზის მშენებლობასთან დაკავშირებით სულ არის ხოლმე განსაკუთრებით აქტიურობა. საზოგადოების ნაწილიც, პოლიტიკური სპექტრის ნაწილიც ხშირად მართავენ ჩვენ ნანახი გვაქვს აქედან და იქიდან მხარეს, აი ამ სამშენებლო სამუშაოების აქეთ და იქით მხარეს პრესკონფერენციები, რომ როგორც კი მას ჩამოშლილი, ეს უკვე განგაში საგანი და საფუძველი ხდება ხოლმე. რეალურად შეგვიძლია იმის თქმა, რომ რასაც ვაშენებთ, ის რაიმე ტიპის პრობლემის შექმნელი არ არის და ამ მიმართულებით საზოგადოებას და მოქალაქეებს, ადამიანებს, რომლებიც გადაადგილდებიან, რაიმე ტიპის პრობლემა ამ კუთხით არ ექნებათ. ანუ რამდენ წელზე და რამდენად გრძელვადიანად შენდება ეს გზები? მოგახსენებთ, რიკოთის უღელტეხილი ერთ-ერთი ყველაზე თქვენ იცით, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი განვითარება არის დასავლეთ-აღმოსავლეთის მაგისტრალური გზის განვითარება და მათ შორის რიკოთი. რიკოთი თავის გეოგრაფიული არეალიდან და რელიეფიდან გამომდინარე ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთი იყო და არის, რასაც ჩვენ ვაშენებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. მთლიანობაში რიკოთის უღელტეხილზე ჩატარდა არაერთი კვლევა, არაერთი საერთაშორისო სპეციალისტი იყო ესწრებოდა, არაერთი საერთაშორისო კომპანიის მიერ იყო ეს პროექტი გაკეთებული, მათ შორის ამერიკული კომპანია ეკომი, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ზოგადად აი ამ საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების მომზადებაში და არაერთი საერთაშორისო სპეციალისტი იყო ჩართული ამ პროექტების მომზადებაში, როგორც უცხოელი, ასევე ქართველი სპეციალისტი. არაერთი კვლევა ჩატარდა, როგორც გეოლოგიური, ასევე ჰიდროლოგიური, ასევე სეისმური კვლევები და ამ კვლევების საფუძველზე, ამ კვლევების შედეგების საფუძველზე მომზადდა ზუსტად ის პროექტი, რომლის შესაბამისად აშენდა რიკოთის უღელტეხილი და გრძელდება სამშენებლო სამუშაოები დარჩენილ 4 კილომეტრიან მონაკვეთზე. მინდა დავარწმუნო საზოგადოებამ, ყველა საერთაშორისო სტანდარტი, ყველა საერთაშორისო გადაწყვეტილება თუ რაიმე არსებობს ზოგადად აღნიშნული ინფრასტრუქტურის, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ყველა ახალი მეთოდი იქნა გამოყენებული რიკოთის უღელტეხილზე. სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა იმგვარად, იმ მოთხოვნების და იმ სტანდარტების შესაბამისად, რომელიც აკმაყოფილებს ზოგადად ნორმებს
და რიკოთი როდესაც დასრულდება მთლიანობაში, რიკოთი იქნება უსაფრთხოება, წელს რიკოთი სრულად იქნება დასრულებული 4 კილომეტრიანი მონაკვეთიდან, რომელიც შენდება რიკოთის უღელტეხილზე, 48 კილომეტრი უკვე დასრულებულია, 97 ხიდი შენდებოდა და 51 გვირაბი, 97 ხიდიდან 88 ხიდზე უკვე მიმდინარეობს სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა და 51 გვირაბიდან 58 გვირაბში უკვე ჩვეულებრივად გადაადგილდება სატრანსპორტო საშუალებები, უკვე დაახლოებით წელიწადნახევარია, რაც რიკოთის 2023 წლიდან, რაც უკვე რიკოთის ესე ვთქვათ, ახალი მაგისტრალური გზა ეტაპობრივად შევიდა ექსპლუატაციაში და მინდა დაგაწყობოთ, რომ წლევანდელმა შესაბამისად შარშანდელმა წლებმა დაგვანახა, რომ ეს ყველანაირად უსაფრთხო არის და სრულად როცა დასრულებული იქნება რიკოთის ის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ყველაზე გამომწვევი იყო, ვინაიდან ფაქტიურად არსებულ გზასთან მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები და რთული სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა, აი ეს იწვევდა ზოგადად იმ ლაფის, იმ დალახის გადმოსვლას, იყო რა თქმა უნდა გამოწვევები, ეს გამოწვევების დაძლევა და სრულად რო იქნება დასრულებული რიკოთის უღელტეხილის მშენებლობა, მინდა დავარწმუნო საზოგადოებას, ეს გზა იქნება უსაფრთხო და კომფორტული. კი ბატონო, რეალურად რას ცვლის რიკოთის ეს ახალი გზა საქართველოს მოქალაქეებისთვის? ერთი არის აღმოსავლეთიდან დასავლეთში წასვლა და მეორეა მისი ეკონომიკური ღირებულება და სარგებელი, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ყოველ შემთხვევაში მთავრობის წევრების განცხადებით, ეს არ არის უბრალოდ საათების შემცირება და უშუალოდ აქედან იქით. რეალურად ამას ბევრად დიდი ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია. რა ღირებულების არის პროექტი, რომელსაც თქვენ ახორციელებთ? იცით რა არის, მთლიანობაში ჩვენ იცით რომ სამი მიმართულებით ვავითარებთ ჩვენ საერთაშორისო მაგისტრალურ გზებს, ეს არის დასავლეთ, აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი, სამხრეთი და ეს არის კახეთის მიმართულება, სადაც ჩვენ ვაშენებთ მაგისტრალურ გზებს და მთლიანობაში ეს არა მარტო დროის თვალსაზრისით არის ეკონომიკური მოგება მოსახლეობის, არამედ ხარჯთა ეფექტურათაც დაიხმარება ჩვენს მოქალაქეებს და რა თქმა უნდა ძალიან დიდ როლს ითამაშებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, ვინაიდან ჩვენ მოგვეცემა იმის საშუალება, რომ ჩამოყალიბდეთ ქვეყანა, ჩამოყალიბდეთ გარკვეულწილად სატრანსპორტო ხაბად და გარკვეულწილად კონკურენცია გაუწიოს სხვა ალტერნატივებს, ანუ ჩვენს მეზობლის ქვეყნებში არსებულ ალტერნატივებს და ჩვენი მაგისტრალური განვითარებული სატრანსპორტო ქსელი ეს იქნება დამატებითი ბენეფიტი როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე ტურისტული მიმზიდველობის თვალსაზრისით. და აქ ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ კითხვა, სამომავლოდ ეს გზები იქნება თუ არა ფასიანი, თუნდაც საქართველოს შემავალი ავტომობილებისთვის, იმიტომ რომ მათ შორის ჩვენს მეზობელ თურქეთში ეს ნაწილი კარგად აპრობირებულია. ჯერჯერობით ისე რომ ფასიანი იყოს გზები არ განიხილება, თუმცა ჩვეულებრივად სატრანზიტო გადაზიდვებისთვის ჩვენს ქვეყანაში შემოსული სატრანსპორტო საშუალებები იხდიან გარკვეულ საფასურს, რომელიც ჩვეულებრივად სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართება. ანუ ჯერჯერობით ის რომ გადავიდეთ და ფასიანი მაგისტრალები გავხდეს, ჯერჯერობით ეს არის თუ არა გარკვეულწილად ჩამორჩენა რომელიმე პროექტთან მიმართებაში, ჩვენ ვუყურებთ გახსნილ მონაკვეთებს, მაგრამ უშუალოდ სამუშაოების გრაფიკის მიხედვით რამდენად მიდის, ბუნებრივია ეს თქვენ უკეთ იცით. რეალურად ამ მიმართულებით არის თუ არა პრობლემა და რამდენად კვალიფიციურები არიან ის სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ყავთ აქირავებული, რომლებიც აშენებენ, გიწევთ თუ არა დაუშვათ მათთვის რაღაც ნაწილში გასწორება, შესრულებული სამუშაოს კონტროლისას და ასე შემდგომ. ანუ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენადაც ეს მაგისტრალურ ქსელებს ეხება. იცით, ჩვენ 2023-24 წელი დაახლოებით 2023 წელს 200 კილომეტრ გზას ვაშენებდით ერთდროულად საერთაშორისო მაგისტრალს. უკვე 170 კილომეტრამდე ვაშენებთ 2020 წელს და გარკვეული გამოწვევები, რა თქმა უნდა, აღნიშნულ პროექტებს, ძალიან მნიშვნელოვანი დიდი პროექტები ხორციელდებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარკვეული გამოწვევები, როგორც ობიექტური, ისე ობიექტური იყო, თუმცა ეს გამოწვევები ყველაფერი ეტაპობრივად იქნა დაძლეული და დღეს გვაქვს შედეგი ის, რომ მთლიანობაში დასავლეთ აღმოსავლეთი რო ავიღოთ, მაგალითად 430 კილომეტრი იქნება. საბოლოოდ როცა აშენდება წითელი ხიდიდან სარფამდე და უკვე 367 კილომეტრი, 302 კილომეტრი აშენებულია დასავლეთ აღმოსავლეთზე, ეს დაახლოებით 70% გზისა, რომელიც უნდა იყოს წითელი ხიდიდან სარფამდე აშენებული, ასევე წელს უკვე გეგმა და დაიწყება უკვე რუსთავი წითელი ხიდი და ალგეთის სადახლოს მონაკვეთის მშენებლობა, ეს დაახლოებით
71 კილომეტრიანი მონაკვეთი იქნება მთლიანობაში, ანუ 82 კილომეტრი, რომელიც უკვე შენდება 2020 მიმდინარე პროექტებია, დაემატება და 140 კილომეტრამდე გზას ანუ წელს რამდენი კილომეტრის გზა უნდა დასრულდეს მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით? წელს გეგმავთ, რომ დასრულდება უკვე თბილისიდან ბათუმამდე სრულად იქნება დასრულებული მაგისტრალური გზები, ეს რიკოძე დარჩენილი 4 კილომეტრიანი მონაკვეთი, ჩუმად-ელეთის შემოვლდის 6 კილომეტრიანი მონაკვეთი, სამტრედია გრიგოლეთის მონაკვეთები, გრიგოლეთის გობულეთის 3 კილომეტრიანი მონაკვეთი და ასევე აუცილებლად იქნება 17 კილომეტრიანი მონაკვეთი კახეთის მიმართულებაზე დასრულებული, რომელსაც მთლიანობაში შეკრავდა 51-12 კილომეტრიანი მონაკვეთი კახეთის მიმართულებით სრულად 4-გზოლიანი განათებული უსაფრთხო გზა გვექნება და რაც თავარია აუცილებლად ჩვენ წელს დავიწყებთ უკვე რუსთავის წითელი ხიდისაც ვახსენე და ალგეთის სადახლოს მიმართულებით ეს არის აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვარისკენ მიმავალი მაგისტრალური გზების მშენებლობა მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები და სატენდერო პროცედურების დამთავრების შემდეგ იქვე ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ამ ნაწილში დაფინანსების ნაწილი იმის გათვალისწინებით რომ გარკვეულწილად სხვადასხვა მიმართულებით გარკვეულ პროექტებთან მიმართებაში მე არ მაქვს საუბარი სახელმწიფოს განსახორციელებელ ან განხორციელებულ პროექტებზე მაგრამ მთლიანობაში ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან რადგანაც ზოგადად პოლიტიკურ ნაწილზე არის საუბარი და კითხვები ამ მიმართულებით გაჩნდა გარკვეული პრობლემები ან მინიმუმ კითხვა იმასთან დაკავშირებით შეიძლება თუ არა რაიმე ტიპის პრობლემა შეექმნას. თქვენ შემთხვევაში, რადგანაც ძალიან დიდი ნაწილი საერთაშორისო ფინანსებია, ასე შემთხვევაში ხომ არ შექმნიათ უკვე რაიმე ტიპის პრობლემა და დაუშვათ როგორ მიმდინარეობს პარტნიორებთან და დონორებთან ურთიერთობა. ჩვენ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, ჩვენ იცით რომ ჩვენი ძირითადი ასე ვთქვათ განვითარების პარტნიორები არიან აზიის განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, მსოფლიო ბანკი, აზიის საინვესტიციო აზიის ინვესტიციების ბანკი, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკი, რომლებიც მთლიანობაში აღნიშნული პროექტები, რომელიც ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში, აი მაგალითად მინდა გითხრათ 2024 წელს, რომელიც ჩვენ ვახორციელებთ 1.371 მილიონის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვაკეთებდით. ეს არის დიდ პროექტებზე არის საუბარი, საერთაშორისო მაგისტრალებს ვაშენებდით, საიდანაც 860 მილიონი იყო, ეს 871 მილიონი იყო საერთაშორისო დონორის სესხის მიერ გამოყოფილი თანხები, რომელსაც ვახორციელებდა 410 მილიონამდე უკვე ეს სახელმწიფო სახსრები იყო, წელსაც იგივე გრძელდება, ჩვეულებრივად 900 მილიონის პროექტებს ვახორციელებთ, უკვე ეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც განხორციელდება წელს და დაახლოებით 455 მილიონი ეს იქნება დონორის მიერ გამოყოფილი სესხი, რომელთაც დაფინანსდება აღნიშნული პროექტები. ჩვეულებრივად ვაგრძელებთ აღნიშნულ ჩვენს განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობას ყოველდღიურ რეჟიმში, ყოველკვირეულ რეჟიმში, გვაქვს ურთიერთობა, განხილვები, პროექტების და არანაირი. ანუ შეგვიძლია იმის თქმა, რომ დავუშვათ საერთაშორისო პარტნიორებისთვის საქართველო, რადგანაც თქვენ ამ ძალიან დიდ მონაკვეთებზე საერთაშორისო ტენდერებს აცხადებთ, ინვესტორებისთვის კვლავ საინტერესოა. რა თქმა უნდა და ერთ-ერთი ყველაზე კარგი პარტნიორი ვართ, მე მინდა აღვნიშნო, რომ სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების შეფასებები, მათი მოქმედებები ქვეყანაში და დამეწყუნეთ, რომ ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორი არის ზუსტად ამ დონორი ორგანიზაციებს, რომელიც მე ჩამოთვლ. და ჩვენი საუბრის ბოლოს მცირე მეწარმეები, რომელთაც გარკვეულწილად აქვს პრობლემა, წუხილი, სურვილები, შემოვლით გზაზე, როდესაც ეს ადამიანები ვაჭრობდნენ, იმის გათვალისწინებით, რომ სხვა დაგეგმარება, სხვა რეალობაში ვცხოვრობთ, არის უკვე გზები. აი ამ სიტუაციაში რა ბედი ეწევა თითოეულ მათგანს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შემოსავლის რეალური წყაროა თითოეული მათგანისთვის. მაგალითად, როდესაც ჩვენ გეგმავდით რიკოთის უღელტეხილის მშენებლობას, თავშივე დონორი ორგანიზაციებთან შეთანხმებით, ჩვენ თავშივე იყო ჩადებული ის, რომ შროშაში აშენდებოდა შესაბამისი ადგილი, გამოიყოფოდა შესაბამისი ადგილი და აშენდებოდა შესაბამისი არეალები, სადაც აღნიშნული მეწარმეები შეძლებდნენ თავიანთი ნაწარმის რეალიზაციას და ბიზნეს საქმიანობას, ასევე სურამში, იცით თქვენ, რომ აი ნაზუქების, გახამაკების კუთხეები იყო, ასევე სურამში არის გათვალისწინებული მსგავსი ტიპის მშენებლობები და აუცილებლად მიმდინარე წელს აღნიშნული მონაკვეთზეც დაიწყება მშენებლობები. შროშაში უკვე დავასრულეთ და ძალიან მალე უკვე მოსახლეობა შეძლებს ადგილობრივი მოსახლეობა, ვინც კი იყო დაკავებული აღნიშნული საქმიანობით, შეძლებენ და უკვე ძალიან მალე ბიზნეს საქმიანობას დაიწყებენ. ასევე კახეთის მიმართულებით მაგალითად იგივე ყველისა და პურის ბაზრობა იყო, აი
ბადიაურში, სოფელ ბადიაურში და იქაც გამოიყოფა შესაბამისი ტერიტორიები და იქაც მოხდება შესაბამისი არეალების მოწყობა, სადაც მოსახლეობა შეიძლება ბიზნეს საქმიანობას და ზესტაფონში აი მაგალითად ყავებისა და ხაჭაპურების უბანი 2024 წელს სახელმწიფომ გამოაცხადა შესაბამისი აუქციონი, სადაც იყო პირობა, რომ უნდა დაკმაყოფილდნენ ის მოქალაქეები, რომლებიც საქმიანობდნენ ხაჭაპურისა და ყავის ბიზნესით და მიმდინარეობს შესაბამისი პროექტის მომზადება, გამყოფილია შესაბამისი ტერიტორია და აღნიშნულ მონაკვეთშიც გამოიყოფა შესაბამისი ტერიტორიები სავაჭრო ობიექტებისთვის, რომელსაც შეძლებენ. აქ ალბათ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ ის ადამიანები რა მონაკვეთში შენდება ეს თითოეული ობიექტი, იმიტომ რომ ეს ადამიანები გზის პირას, როდესაც ვაჭრობდნენ, ბუნებრივია შემოსავლის წყარო სწორედ ეს გზა იყო ამ გზაზე ვაჭრობა. გზის პირას არის ყველა მონაკვეთი იქნება გზის პირას აშენებული, ისე რომ მათ შეეძლებათ უსაფრთხოდ გარკვეული პირობებით, სადაც იქნება შესაბამისი სანიტარული კვანძები, შესაბამისი ჯიხურები იქნება მოთავსებული, რომელიც იქნება აღჭურვილი როგორც შესასვლელი, გამოსასვლელი უსაფრთხო მანქანის შესასვლელი გამოსასვლელი და იქნება ყველასათვის უსაფრთხო როგორც მეწარმეებისთვის, რომლებიც გაყიდიან მარტივად შევა და ინახავს შევა იყიდის მჭირდება და შემდეგ უკვე გააგრძელებს ასევე უსაფრთხოდ გადაადგილებას, ასევე იქნება მოსასვენებელი სივრცეები, სადაც საფირფარეშოები აღჭურვილი. აი შოშაში უკვე ფაქტიურად დასრულებულია ბოლო სტადია და უკვე მოსახლეობა ეტაპობრივად დაიწყებს უკვე შესვლა, სადაც უკვე აი შოშის რეწვის, აი თიხების და უკვე რეწვის სამუშაოს გაყიდვის შესაძლებლობა იქნება ძალიან მალე. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ბუნებრივია თვალს მივადევნებთ, როგორ იქნება დარჩენილი მონაკვეთებზე კილომეტრების ათვლა. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყოველ წელს რამდენი კილომეტრით დაუშვათ უფრო გრძელი გზა გვაქვს, გრძელი იმ გაგებით რომ სრულყოფილი და დასრულებული ბუნებრივია. ჩვენ გვაქვს 10 წლიანი გეგმა, სადაც ვარაუდობთ, რომ მთლიანობაში 2030 წლისთვის ჩვენ უნდა გვქონდეს 97% საერთაშორისო მაგისტრალების კარგ მდგომარეობა უნდა გქონდეს, ასევე შიდა სახელმწიფოების გზების 93% უნდა იყოს კარგ მდგომარეობაში. ეს არის ჩვენი გეგმა, რომელიც ალბათ თქვენი განსაკუთრებული თავის ტკივილია რეალურად, იმიტომ რომ იქ ბევრად მეტი პრობლემაა, რადგან ამ მიმართულებით ადამიანებს ძალიან კარგია ბუნებრივია მაგისტრალურ გზები, შიდა გზები არანაკლებ მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი შიდა სახელმწიფო სოფლისთვის, მოქალაქის იქ მცხოვრებისთვის განსაკუთრებულ დატვირთვას იწევს. ძალიან ბევრი გზა, რომელიც ჩვენ ეხა ახალი გზა გავაკეთეთ, მაგალითად რეაბილიტირება გავაკეთეთ, ძალიან ბევრმა ეკონომიკური ეფექტი მოუტანა თვითონ რეგიონს, ადგილობრივ მოსახლეობას, აი მაგალითად, როცა გავაკეთეთ საჩხერეონის მონაკვეთი, ახალი აქტივობები გახდა, მოსახლეობა დაბრუნდა უკან, გაჩნდა ახალი ეკონომიკური საქმიანობის ნიშნები, აი მაგალითად ბოშურის ხეობაში, როდესაც ჩვენ დავასრულეთ გზის რეაბილიტაცია, ეხა სასტუმრო, ახალი სასტუმრო გაჩნდა, ეკონომიკური საქმე, ძალიან ბევრი, სადაც ახალი გზა მიდის, იქ ახალი სიცოცხლე ჩნდება, ასე ვთქვა და ეს ძალიან გვახარებს, ხო? ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. გიორგი წერეთელი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.